91 წლის ფაქტობრივად თებერვლიდან თბილისში ვართ. ამ პერიოდში 11 წელი გავიდა უკვე ამ ხნის განმავლობაში სამი შენობა გამოვიცვალეთ სხვადასხვა მიზეზების გამო. ახლა ვართ რკინიგზელთა კულტურის ცენტრში, იქ მოვალწეობ. მუსიკალური თეატრია კიდე იქ და სხვადასხვა მრავალი ორგანიზაცია. ცოტა პრობლემები რა თქმა უნდა არის სცენასთან დაკავშირებული, სარეპეტიციო რაღაცა, მაინც ვახერხებთ და მივხვდი რომ საკმაოდ სოლიდური თავისი გამოცდილებით, თავისი პროფესიონალიზმით დასი გახლავთ და სამწუხაროდ ეს დასიც როგორც ძალიან ბევრი სხვა თეატრი იგივე პრობლემების წინაშე დგას უპირველესად ფინანსური და ეცით რა სხვაობა მაინც ის არის რომ მე ხშირად ვამბობდი რომ ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა ცხინვალის თეატრი ცხინვალში ითამაშებს პირველ სპექტაკლს აი მაშინ თეატრში მაყურებელთა უმრავლესობა სამაჩაბლოდან დევნილები იყვნენ, რომელთაც მშობლიური მხარის ნოსტალგია კიდევ უფრო გაუორმაგდათ. სპექტაკლის დასასრულს ფელიქს ქესანაშვილმა შიდა ქართლის ლტოლვილთა და განსახლების სამმართველოს სახელით მსახიობებს წარმატება უსურვა და სახალხო არტისტ ჯემალ გოჩაშვილს 60 წლის იუბილე მიულოცა. რამდენიმე წელიწადი არ ყოფილან და დევნილი მაყურებლები არ გაუხარებიათ თავიანთი ლამაზი სპექტაკლი და დღეს როგორც ნახეთ სასიამოვნო სპექტაკლი იყო, მაყურებელს მოეწონა, ახსოვანებელი დასტოვეს დარბაზი. ძალიან მადლობელი ვარ, ჩამოვიდნენ აქ, ჩვენ დიდი ხანი არ შეხვედრივათ ერთმანეთს, ჩვენ და ცხინვალის თეატრი. ძალიან მიხარია. ცხინვალის თეატრის დასი ამ სპექტაკლით მაისის თვეში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონას, დიდი ლიახვის ხეობას ეწვევა.